მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე, მაია შაველაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო ZET და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. თანამედროვე სამყარო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაა, სადაც განსხვავებული მოთხოვნები და გამოწვევებია. ტექნოლოგიურმა განვითარებამ უფრო გაადვილა ხელმისაწვდომობა და დიდი დოზით შეიჭრა ყველა სფეროში: ეკონომიკაში, კულტურაში, განათლებასა თუ პოლიტიკაში. განვითარებული ტექნოლოგიები შეეხო ასევე წიგნისა და კულტურულ საგანმანათლებლო სივრცეებს, თუმცა ერთი მეორემ ვერ ჩაანაცვლა. პირიქით, ხელი შეუწყო ბიბლიოთეკების ფორმირებას, განვითარებასა და მრავალფეროვნებას. დღევანდელი საერთო დრო დაეთმობა ბიბლიოთეკების სივრცეს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია საზოგადოებაში და ემსახურება ყველას განურჩევლად და ასაკისა, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქეობრივი სტატუსისა. სათემო რადიო კასპის ხმა კარგი შესაძლებლობას იძლევა წიგნის პოპულარიზაციის კუთხით. მსმენელს ვესაუბრებით როგორც ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე, ასევე რუბრიკის ბიბლიოთეკების 100 დღევანდელობაში სახით სისტემატურად გავაცნობთ სიახლეებს და შევთავაზებთ მსმენელს სხვადასხვა სახის ლიტერატურას. რუბრიკის ფარგლებში დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ბიბლიოთეკების განვითარების გზა ქალაქ კასპში. ვისაუბრებთ ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზე და გავაკეთებთ საბიბლიოთეკო ცხოვრების ზოგად ისტორიულ მიმოხილვას ჩვენს მუნიციპალიტეტში. გადაცემაში კი სტუმრად გვეყოლება დარგის სპეციალისტი, კასპის მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერი ქალბატონი ხათუნა ბახუაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ხათუნა. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისათვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა თქვენი რადიო მიმართულება, გისურვებთ წარმატებებს. მადლობა თქვენცაც. ქალბატონო ხათუნა, რა არის ბიბლიოთეკა და როგორ ფორმირდებოდა წლების განმავლობაში საბიბლიოთეკო საქმე? გთხოვთ მოგვახსენოთ რამდენიმე სიტყვით. დავიწყებ ასე, რომ ადამიანის აზროვნების განვითარების მთელი ისტორია წიგნთან და შესაბამისად ბიბლიოთეკასთან არის დაკავშირებული. ბიბლიოთეკა ზოგადად ბერძნული სიტყვაა, ბიბლიო ნიშნავს წიგნს, ხოლო თეკა საცავს. მართლაცო ბიბლიოთეკა კაცობრიობის მეხსიერებაა. ბიბლიოთეკა ყოველთვის იყო სოციალური ფუნქციის მქონე დაწესებულება, რომლის ამოცანაა წიგნითა და კულტ-მასობრივი ღონისძიებების საშუალებით ხელი შეუწყოს ადამიანის იდეურ, მორალურ, ესთეტიურ აღზრდას. ყოველთვის და დღესაც ბიბლიოთეკები უზრუნველყოფს უფასო მომსახურებას ყველასათვის, განურჩევლად ასაკისა, რასისა, სქესისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა. მართლაც წლების განმავლობაში ინფორმაცია და ცოდნას განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭა. შედეგად ბიბლიოთეკების ფუნქცია და მისი არსი კიდევ უფრო გაიზარდა და მოთხოვნადი გახდა ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის. რადგან შესვლილი ფორმითა და შინაარსით გათანამედროვებული ბიბლიოთეკები მხოლოდ წიგნსაცავები და სამკითხველო დარბაზები აღარ არიან. ბიბლიოთეკები საშუალებას აძლევს მოსახლეობას თვალი ადერნოს არა მხოლოდ მის საქმიანობას, არამედ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბიბლიოთეკებში არსებული პრობლემის აღმოჩენა გაანალიზებაში. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინფორმაციის გაიოლებული წნომის ფონზე დიდი ისტორიის მქონე ბიბლიოთეკებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა ადამიანის ცოდნისა და ინტერესების შეძენა დაკმაყოფილების საქმეში. ეს უდაოა, რადგან ბიბლიოთეკებს ხელთ უყრიათ ისეთი საიმედო იარაღი, როგორიცაა წიგნი. მადლობთ. ქალბატონო ხათუნა, რას გეტყვით ქალაქ კასპში პირველი ბიბლიოთეკის შესახებ, როდეს გაიხსნა ის და თუ გაქვთ ინფორმაცია, ვინ იყო პირველი ბიბლიოთეკარი? კი ბატონო, მართლაც საინტერესო კითხვაა. როდესაც ჩვენ დავინტერესდით ამ თემით, ჩავატარეთ გამოკითხვა ადგილობრივ მოსახლეობაში. მონახეთ ამ საქმესთან დაახლოებული კომპეტენტური პირები და როგორც გაირკვა, კასპში პირველი ბიბლიოთეკა სამკითხველო გაიხსნა 1930-იან წლებში. მისი პირველი ბიბლიოთეკარი ყოფილა ვინმე აგნესა ბოკიერი. შემდეგ უმუშავია ეთერ საჩალელს,
ვერიკო კიტრიაშვილს 1936-37 წლებში. 1946 წლიდან ბიბლიოთეკის გამგე ყოფილა ლენა გზირიშვილი, ხოლო შემდეგ თამარ შაყურაშვილი წლების განმავლობაში. აღსანიშნავი ფაქტია, სულ რაღაცა 2-3 წლის წინ ჩვენმა საამაყო თანაქალაქელმა ვანო ჯახუამ მოიძია 1920 წლის 1 ოქტომბრის გაზეთ ერთობიდან ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ 1920 წლის სექტემბერში სოფელ კასპში დაარსდა სამკითხველო ბიბლიოთეკა. მის გახსნას ხელი შეუწყეს მიათიაქე ბრეგაძემ, სადგურ კასპის მოხელეებმა და აქტიურმა ზოგიერთმა ინტელიგენტებმა. აქვე აღნიშნულია სოფელი კასპი როგორც საკმაოდ მოზრდილი სოფელი, რომელიც მხოლოდ ეხლა ეღირსა სამკითხველო ბიბლიოთეკის დაარსებას. აქვეა 8 წლი იმ ინტელიგენტი ადამიანებისა, რომლებმაც ზედიზედ დადგეს წარმოდგენები და ამ შემოსავლით საძირკველი ჩაუყარეს სოფელ კასპში სამკითხველოს დაარსებას. ამ საქმეში დიდია წვლილი ანასტასია ამილახვისა და მართა ჭელიძისა, რომელთა წიგნები, ქარტიები და ჟურნალ-გაზეთები არ დაიშურეს. ასეთია მოკლე ინფორმაცია ქალაქ კასპში პირველი ბიბლიოთეკების შესახებ, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს. დიდი მადლობა, მართლაც ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ქალბატონო ხათუნა, გთხოვთ გვესაუბროთ საბიბლიოთეკო ქსელის განვითარების შესახებ ჩვენს მუნიციპალიტეტში. კი ბატონო. აი ამის შემდეგ უკვე რაც წინა თემაში ვისაუბრეთ, 50-იან წლებში საბიბლიოთეკო საქმემ სწრაფად იწყო განვითარება. ამ პერიოდში იყო ერთი სარაიონო ბიბლიოთეკა 3 საშტატო ერთეულით, ხოლო წიგნადი ფონდი ამ დროისათვის შეადგენდა 24,500 ეგზემპლიარ დოკუმენტს. 1980 წელი მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა, შეიძლება ითქვას, საბიბლიოთეკო საქმის წინსვლისათვის. ამ წელს განხორციელდა მასობრივი ბიბლიოთეკების ქსელის ცენტრალიზაცია, შეიქმნა სარაიონო ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა, რაც ითვალისწინებდა ყველა ბიბლიოთეკის გაერთიანებას ამ სისტემაში ერთიანი ხელმძღვანელობით, წიგნადი ფონდითა და საშტატო განლიგით. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეიქმნა ახალი განყოფილებები, მეთოდურ-ბიბლიოგრაფიული დაკომპლექტება დამუშავების, ერთიანი ფონდების ორგანიზაციისა და გამოყენების და ასევე მომსახურების განყოფილება, სულ 18 საშტატო ერთეულით. ცენტრალიზებულ საბიბლიოთეკო ქსელში შედიოდა 59 ბიბლიოთეკა ფილიალი. აქედან 1 ავტობიბლიოთეკა, 1 საქალაქო საბავშვო ბიბლიოთეკა, 1 სარაიონო საბავშვო, 1 ცენტრალური ბიბლიოთეკა, 1 სასოფლო საბავშვო და 54 სასოფლო ბიბლიოთეკა ფილიალი. ამ პერიოდში ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და მის ფილიალებში ჩატარდა დიდი სამუშაოები. ეს იყო რეკლასიფიკაცია, რაც ნიშნავდა მთელ ქსელში წიგნადი ფონდის გადასვლას ახალ კლასიფიკაციაზე, რეინვენტარიზაცია, დაიწერა შეერთებული კატალოგი. ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე ცენტრალური ბიბლიოთეკა ჯერ კიდევ განთავსებულია ახლანდელ მხარეთმცოდნეობითი მუზეუმის შენობაში. 1990 წელს იმ პერიოდში იყო თინა დავითაშვილი დირექტორი. ბიბლიოთეკა იცვლის ბინას და ცენტრალური ბიბლიოთეკა განთავსდა ახლანდელი საკრებულო შენობის მეორე სართულზე, იქ სადაც ამჟამად ვართ. 90-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენა დიდი დაღი დაასვა კულტურის დარგს. ჩვენს მუნიციპალიტეტში გაუქმდა 14 ბიბლიოთეკა, ხოლო მათი წიგნადი ფონდის ნაწილი გადაეცა ბიბლიოთეკა ფილიალებს, ნაწილი კი გაცვლით ფონდებს. უკვე 1996 წლიდან კვლავ მოხდა ბიბლიოთეკების რეორგანიზაცია, რეკლასიფიკაცია, რეინვენტარიზაცია, რეკატალოგიზაცია და წიგნადი ფონდის ლარებში აფასება, რაც უდიდეს სამუშაოს მოითხოვდა. ამავე პერიოდში მთავარ ბიბლიოთეკაში მოხდა სტრუქტურული ცვლილებები. რეორგანიზაციის შედეგად 18 თანამშრომლიდან დარჩა მხოლოდ 12 საშტატო ერთეული. ამის შემდეგ უკვე 2006 წლის მონაცემებით რაიონში 54 უკაცრავად ბიბლიოთეკაა. აქედან 1 მთავარი ბიბლიოთეკა, 1 საქალაქო, 1 სარაიონო საბავშვო, 1 სასოფლო საბავშვო ბიბლიოთეკა, 41 კი სასოფლო ბიბლიოთეკა ფილიალი.